ვუწოდებით შექმენი შენი პოლიტიკური დაპირება. ეს ძალიან მარტივად ხდება. ესე იგი, ტრიბუნასთან რიგრიგობით გადავინაცვლებთ, ხედავთ ტრაფარეტებია, Z3 სიტყვა წერია თითო ტრაფარეტზე და რა ტრაფარეტით შეხვდება, რა სამი სიტყვაც შეხვდება, იმ სამი სიტყვით გამოყენებით უნდა დავპირდეთ ხალხს ნაირ-ნაირობები. სხვადასხვა გემოვნები. მოკლედ, მე მგონი, აქ გუნდებაც არ ვართ, სალთ, ყველა ჩვენთვის ვართ და წყვილად გავარ. ჩვენ გვაქვს ხედავ არ გამოგად კოალიციაში. მე რაღაც ესე ვიდე ბლოკში ვიდე. მოდი ნიკამ დაიწყოს, რადგან სტუმარს არ დავაწყებინოთ და ასე შემდეგ გადავიდეთ. დავიწყოთ. აბა ნიკო, გთხოვ, დაგვირდი რამე საინტერესოს. წავიკითხავთ ხო რა ვიცი? ყველაზე მეტად შენ გავხარ ჩვენში პოლიტიკოს და 20 კამერებსაც ვაჩვენოთ? გავაჟღეროთ? ღრუტუნი, კოსმოსი და ტიკი. ღრუტუნი, კოსმოსი, ტიკი. ღრუტუნი, კოსმოსი და ტიკი. ხალხო დამიჯერეთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს მთავრობის ღრუტუნი. ამის დასრულება შემიძლია მხოლოდ მე, რომ მათი ღრუტუნი დავასრულო. დამიჭირეთ მხარი, რომ ეს ხელისუფლება ერთად აი ამ არჩევნებზე, ბოლო არჩევნებზე ერთად ესე გაუშვათ კოსმოსში, გაუშვათ იქეთ თავისთვის და მე ვიყოთ ჩვენთვის გინდა ტიკი გავხსნათ, გინდა რა ვიცი, რა გაბიხდება. ბრავო! როგორ დამაჯერებელი. მე შენ გაძლევ ხმას. ნიკა. ბაბულემა გთხოვთ? აბა ნეტარამე. გაირეპეტიციებ. ოპა ოქრო დრუნჩი და ფუნთუშა. ოქრო დრუნჩი და ფუნთუშა. ესე იგი, მიმართა მოსახლეობას იმისათვის, რომ ყველას ოჯახში შემოვიდეს ოქრო, ყველანი იყოთ მდიდრები, დიდარი საქართველო იქნება ძლიერი ოჯახი და შესაბამისად დრუნჩებიც გაგვიდიდდეს ყველას. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ხარი დამიჭიროთ. რაც შეეხება ფუნთუშას, ეხა ოქრო თუ გვექნება ოქრო, გვექნება ბევრი ფუნთუშა. ამიტომ ჩვენი დაპირება არის ყველაზე რეალისტური. გაგვისივდეს დრუნჩები, გქონდეს ბევრი ოქრო და ვიყიდოთ ბევრი ფუნთუშა. ბრავო! შენ ახლა. აი, რა დღეს მოვესწარი. ქაშაყი, ბეჩავი, დურგალი. ეს შენი პარტია აშკარად აგებს. უშანს ოთხა. დასრულდა ეს ბეჩავი სახელმწიფო მმართველობა. აღარანაირი ქაშაყით და არყით გადაგორება, მაგარი ბანძი პოლიტიკა. აქ არის უყერარი. აქ არის. მე ხმას თუ არ მომცემთ, მოვიყვან დურგალს და ავეჭედები კედელზე. მე მგონი მაინდა ძლიერი კონკრეტია არა. დაპირება კი არ ქონდა, მუქარა ქონდა, პოლიტიკური მუქარა. ამურშეველს ემუქრებოდა სუიციდი. ახალი სიტყვა. ახალი სიტყვა პოლიტიკურ დაპირებებში. აუ, ეხლა ხვდები რატო იცვლებია. აქ ჭედავ სახლებში რომ არ უთხრობ. აბა გითხარი ილო რა. ყველაფერი მეცლება, პლასტიკაც მეცლება, ყველაფერი დუხს. აი, ძალაუფლე. ტრიბუნასთან დგომა სხვანაირია, ბაი. შევირგო? რაო? გაწერია. ღამის ქოთანი. ცუნამი და ტყლაპი. ღამის ქოთანი, ცუნამი და ტყლაპი. არის. აბა დავკვირდი რამე კაი. არის მარტივი გამოსავალი. რა გიჩვენია? ღამის ქოთანი, ცუნამი, თუ ტყლაპი. ეგეც არის. ეხა გამოდი უკვე შენი საქმე დაკაცო. გაიცა მათქნე. პლატაში აღმაშენებელი. რეკლამა უკვე გავიდა. და აი კიდევ ერთხელ მოვედი თქვენს წინაშე ხალხო ტრიბუნასთან. მე არასოდეს შემიწყენია არც ამ ტრიბუნის სახელი და მოკლედ არც მე მიღალატია ჩემი პრინციპებისთვის. ნახოთ რას დაკვირდებით ამჯერად. რა თქმა უნდა, ღიპი, ფუტკარი და სტატისტიკა. ეს ის მთავარი გამოწვევებია, რის წინაშეც დგას ჩვენი რაიონი. ძვირფასო ამომრჩევლებო. მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი რაიონი ფუტკრის გარეშე. კი ბატონო, ფუტკრის გარეშე.
კი, მესმის ახლა შეიძლება სადღაც კრაზანები ბზოიან, სადღაც ფუტკრები ბზოიან, მაგრამ არა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ფუტკარი იმისთვის, რომ არ ვიყოთ ღიპიანები. დაცულდა მე მგონი ღიპების დროა ქვეყანაში. მივიღოთ თაფლი ნატურალურად, თაფლიანი წყალით შეიძლება და ღიპები დავიგდოთ. მე დაგიგდებთ ღიპებს. მე გავამრავლებ ფუტკარს ჩვენს რაიონში და დაგიგდებთ ღიპებს. ასევე ვაწარმოებ გაურკვეველ სტატისტიკას. სრულიად გაურკვეველს. უბრალოდ ბოლოს გეტყვით ციფრებს. რის შესახებ იქნება ეს სტატისტიკა, რაზე იქნება, თქვენ არაფერი არ გეცოდინებათ, დატკბებით მხოლოდ და მხოლოდ ციფრებით. მე მგონი ყველაფერი გითხარით, შევხაზეთ ამირჩიეთ, კარგად. ანებას გადავცეთ ცერყვას. მაინც ხაწონა აქ რო ლაპარაკობ. ჭყინტი, იდაყვი და ჩიჩახვი. ჭყინტი. კარგად ირიცხება. ჭყინტი, იდაყვი და ჩიჩახვი. ანუ ამ შემთხვევაში ვითომ გულის კანდიდატი ვარ და დავყიდები ჭყინტ ყველს, რა ვიცი. ხოვთ განახომე თუ? ჭყინტი, იდაყვი და ჩიჩახვი. მოკლედ. ჩემო მეგობრებო, მნიშვნელოვანია ყველა ოჯახში იყოს ჭყინტი ყველი. ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩიჩახვი კონდეს ყველას იმდენად ფართო, რომ ჭყინტი ყველის ჭამა არ გაუჭირდეთ. რაც შეეხება იდავს დაუტოვებ ევროპულ საქართველოს მუშთან ერთად. დაგვიჭირეთ ხარი, ჭამოთ ჭყინტი ყველი, კონდეს დიდი ჩიჩახვები. აბა მარტო თავრობას ხო არ ექნება ჩიჩახვი და მარტო ესენი ხო არ ჭამენ ჭყინტ ყველს. მე გვპირდებით რომ ყველა ოჯახში იქნება ჭყინტი ყველი. ამხნევებით უკან. სირცხვილია, მეგობრებო, სირცხვილი. ასე გაგრძელება არაფრით აღარ შეიძლება. როდემდე უნდა მივიბროდეთ ასე დუნდულით. ასე რა ნაბიჯ გადაუდგმელად. რომელი კლასტერი ვართ, რომელი? ადამიანების თუ ცხოველების? მიპასუხეთ, თქვენ გეუბნებით. კომპეშოებო. რაღაცნაირ ხალხში აუცილებლად აგირჩევენ. ან მომავლის პოსტაპოკალიფსური რაღაცა გეცია. წეღან თავს ავიწყო. დაახლოებით ასე გამოიყურება არჩევნები საქართველოში 2028 წელს. ხმას არ ვიცი, მაგრამ ყიყინს წაიღებს. მე მგონი თქვენ სარეგლამენტო დროს პატივისცემდი, ხო ესეა? უკაცრავად. ბოდიში ბატონო, ბოდიში ჩაერთო. რა გაუკეთებია თქვენს პარტიას ერთი ამ დაპირებით რომ გააკეთოთ? ძალიან გთხოვთ რა. აქამდე რა გეგი? ჟანგი წვერი სილიკონი. მარტივად არის საქმე. ფიცავ ჟანგის და წვერის წინაშე. რომ საქართველოში სილიკონიანები აღარ იბოგინებენ. ფიცავ ჟანგის და წვერის წინაშე. რომ საქართველოში სილიკონი ყველაზე იაფი ექნება. მალე მთელი საქართველო სილიკონით ივლის და ჩვენ ბუნებრივი ძუძუები ხავს. ფიცავ ჟანგის და წვერის წინაშე. ასე ღიობლად დამთავრდა. აპლოდისმენტები.